მოგესალმებით, მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანის პატიმრობას აშინახავთ განსაკუთრებით განსაცდელსა შინაყოფი ადამიანები და ის ადამიანები, ვისაც რა ვიცი, უცხოეთში ხართ პრობლემა გაქვთ, ყველა სიკეთე და სიხალო მინდა გისურვო და დღევანდელი ჩვენი სტუმარი თან არ მინდა რომ ეს ძვირფასი დრო დავკარგო. მამა ალექსანდრე ბოლქვაძეა, მამა ალექსანდრეს შესახებ ყველა მიცით, არა მარტო ჩვენგან ეს ადამიანი ქვეყნიერებას ედება მისი მღვდლობა და მისი სიკეთე და დიდი მადლობა მამაო რომ ხართ მამა ქვეყნად და ჩვენს ირგვლივ რო ხარ გვიხარია ყველა იმ ადამიანს მამაო ვინც ვართ და დიდი მადლობა ყველაფრისათვის მამაო ძალიან დიდ პატივს მადლობა მოწვევისთვის გიორგი დაგლოცოთ ღმერთმა ხო და აი გურულებს როგორ ავართ იცი რომ შექება არ გვნებს, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვიქებთ ხოლმე თავის თავს. ხო და კაია მამაო ეს ესე თვისება გურულკაც რაღაცა იმის არ იყოს იქ სუფრაზე რომ უკვე პატრიარქმა მაშინ მოსაგდრემ მითხრა უდლების სახელითო შენ თქვიო სადრიგძელეო და იქ გამოვედი და რაღაცნაირად ისე ვილაპარაკე რომ მე ვიღაცამ ჩაილაპარაკა ის ვიმეორებ მე მგონი თქვი კიდევაც რომ მამა ალექსანდრე გამოუშვესო რომ დლები დაილოცო და თავის ადრიგძელო დალიაო გამიგე ესეთები ვართ გურულები გიორგი მოგესალმებით ჩემთვის ეს გარემოცვა ეს არის ჩემთვის თერაპია ძალიან დიდი რა და ყოჩახ რომ პატრიარქის ლოცვა კურთხევით რაც განსვენებული ილია მეორეს ლოცვა კურთხევით შენ გააკეთე ეს შენ შექმენი ეს ყველაფერი ეს ატმოსფერო და საოცარი ის არის გიორგი რომ 18 წელი აი ვერ ვიჯერებ იმიტომ რომ 18 წლის უკან აი რამდენი გადაცემები იყო რა არ იყო ყველა გაქრა ყველა მოისპო და ეს არა იმიტომ რომ ღვთისმადლია პატრიარქის ლოცვა კურთხევა და შენ ყოჩახ რომ გაუძელი ამას ყველაფერს იმიტომ რომ ეს ირაში ორჯერ წაიყვანო 18 წელი საათები ეს გადაცემა ეს რაღაცა ღვთისმადლი თორე სხვანაირად როგორ შეიძლება რომ ადამიანური გარე ადამიანური ძალებით ესეთი რამე შეძლო ანუ შენზე არის განსაკუთრებული ღვთისმადლი გიორგი და აბა შენც მიხედე თავს ყველანაირად რომ კიდევ მრავალი 18 წელი 3 მაინც თუ 4 არა წაგეყვანოს ეს გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანია გიორგი ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ აი როგორი სიყვარული ჩვენი მესამე ჩვენი ძალიან დიდი დამხმარე ნელი შუშანიკი ნელო გარდაიცვალა შენ იცნობდი მას და ძალიან გინდოდა დასაფლავებაზე წამოსვლა კახეთში და შენ უბრალოდ ბარსელონიდან იყავი ჩამოსული ახალი და მე უბრალოდ თხოვე რომ კაი რა დაისვენე ხა და ვერ წამოხვალ მეთქი ხა მეორე დღეს ჯობია დაისვენო აი მართლა იცი შენ რომ ამის გამო რაღაცნაირად უარი გითხარი რომ არ წამოხვიდე რომ დაგესვენა და ამ დროს როგორ ვინანე და რატო იქ რომ მივედით ესე იგი და ქელეხის სუფრა იყო და ერთი კაცი მიყურებს დიდი სიყვარულით ცოტა წინიჯდა ესეთი მოხუცი 80 წლის კაცი გოდერძი სოლომნიშვილი მე როგორც გამეცნო და რომ დამთავრდა ეს ყველაფერი გავედი და მამა ალექსანდრე როგორ მიყვარხარო გიორგი დარასელიას გადაცემაში გიყურებო ყველა მოდელი მიყვარსო და რა ბედნიერი ვარ რომ გაგიცანიო და როგორ მინდოდა დარასელიაც გამეცნო და აი ქვიფიქრე ნეტო წამოვეყო აი გიორგი რას ნიშნავს ეს ნიშნავს რომ ხალხს როგორ უყვარს უდლები შეაყვარე შენ დიდი დამსახურება ხალხი უსმენს მორწმუნე საზოგადოება რა თქმა უნდა მორწმუნე საზოგადოება 90% იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ რომ არა ეკლესიურად შეიძლება ცხოვრობს რაღაც 10% საქართველოს მოსახლეობის მაგრამ პატრიარქის გარდაცვალებამ ჩვენ დაგვანახა რომ 10% კი არა მთელი 90% პოტენციურად არის ეკლესიური რა აი დროის ამბავია აი ხვალ მოვა ზეგ მოვა დანარჩენები და აი ეს დიდი სიყვარული რაც გამოხატეს და ის სასწაული რაც პატრიარქის დასაფლავებამ ესე იგი მოიტანა რომ სოფლიო ისტორიაში უბრალოდ ანალოგია არ არის რომ პროცენტულად ამდენი ადამიანის დასაფლავებაზე გამოსულიყოს ეს უბრალოდ სასწაულია და რაღაც ისეთ მოვლენას მოვესწარით რომ ღმერთი იყო ჩარეული და იქ სადაც ღმერთია ჩარეული იქ არის უკვე ისეთი მადლი ისეთი სუფევა ისეთი ლიმენა 64-ში ვიყავი და საერთოდ გიორგი რა მახსენდება იცი აი ჩემი მოქცევის დღე და ესია ყოველთვის რა 22 წლის ვიყავი მოვიქეც მანამდე რავი ყველაფერს ვაკეთებ და ყველა ცუდს და უბრალოდ
ძალიან ჩიხში მივედი რა და გადამარჩინა ღმერთმა და რომ მოვედი ეკლესიაში მოვედი პატრიარქი დამხვდა თავის საოცარი წირვით რომელიც მან მოაწყო და სამი სულ იმეორებს სამი საოცარი გუნდით პატრიარქი ერთხელ რაღაც ერთმა გუნდმა რაღაც მდარეობა გამოიჩინა გამიგე და შეკვრიბა და გააფრთხილა რომ ესო არის უდიდეს დღესასწაულიო შეიძლება ადამიანი პირველად მოვიდესო და ამ გალობებმა ამ წირვამ უნდა მოხიბლოსო ადამიანიო და აქო რა არ შეიძლება ეგრეო ისე ყოველთვის ისეო და აღამაღლა ეს და ეს პატრიარქის მოწყობილი ამ წირვამ ისე იმოქმედა ჩემზე რომ იმის მერე აღარ განშორები ვარ ეკლესიას და აი 64-ში ვცხოვრობთ როდესაც ჩვენ დავიწყებთ ეკლესიურ ცხოვრებას რა მანამდე არის ჯოჯოხეთი ეს ცხოვრება რა და როდესაც ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს რატო არის საერთოდ ეს იმიტომ რომ ადამიანი ამ ცოდვებისგან თავისუფლდება გიორგი როცა აღსარებას ამბობ ეს ისე დიდი საიდუმლოა ეს არის ყველაზე მეტი გაჭირვება შეიძლება ყველაფერი კონდეს სასახლეები ყველაფერი აგარაკები რა ვიცი ყველაფერი რაც გინდა კონდეს მაგრამ თუ აღსარება ნათქვამებია ცოდვაში ხარ მაშვრალი ხარ დამძიმებული და მაცხოვარი სიტყვები ზუსტად ამიტომ არის მოვედით ჩემ და დამაშვრალო და ტვირთ მძიმენო და მე განგისვენო თქვენ და იმის მერე რა თქმა უნდა პრობლემები არის ცხოვრებაში მაგრამ გასვენებული ვარ ყოველი ეკლესიური ადამიანი არის ლიმენაში 64-ში ვცხოვრობ ჩემო ძვირფასებო მაგრამ რა თქმა უნდა ამას ყველაფერს უნდა ხელმძღვანელი ეს იყო ჩვენი ილია მეორე პატრიარქი საოცარი რომელიც ჩვენ საოცრად გიყვარდა გიორგი და დღეს მიულოცოთ ჩვენს ახალ პატრიარქს და დღეგრძელობა უსურვოთ შიო მესამეს და როგორ არიცი გიორგი მეც ასე ფიქრობ ყველა ასე ფიქრობს რომ პატრიარქმა რაც გააკეთა ის ვინ როგორ უნდა გააკეთოს როგორ უნდა გაიმეოროს სხვა ის იყო განუმეორებელი მაგრამ და ზოგი ამბობს ის მეათედიც რო გააკეთოს პატრიარქმა შიო ისეც დიდი იქნება მაგრამ ესე რაღაც დარე მდგომარეობაში ვართ მე სხვანაირად ვიტყოდი რა გიორგი აი ხო პატრიარქს ძალიან უყვარდა ევროპული კულტურა რა როგორც წმინდა დედა მატრონას ხო გახსოვს მიცხოვრებაში ხო და იმიტომ ვახსენე ხა რომ ვინმე არ იფიქროს რა რაშვაშია პატრიარქს რატო უყვარდა და აი წმინდა მატრონასაც უყვარდა და პატრიარქს უყვარდა ძალიან ეხა ეს მე ვიცი პირადად და ყველა მიცის რა ევროპული კულტურა და წარმოიდგინე ეხა ავიღოთ რაფაელი მხატვარი რა და სიმბოლურად შევადოთ აი პატრიარქი რაფაელი თქვა ნუ რაფაელმა ისეთი შედევრები შექმნა ნუ წარმოუდგენელი და შეიძლება ვინმე შეფიქრა რომ აი ამის შემდეგ სხვა ვინ უნდა რა უნდა შექმნათ მაგრამ მიქელანჯელომ შექმნა ხო რაღაც ალტერნატივა ხო რაღაც ისეთი დიდი ძალიან დიდი ცოტა სხვა მიმართულებით მაგრამ აი ეს უსურვოთ პატრიარქ შიოს რომ პატრიარქმა რაც გააკეთა შიოსაც გაეკეთებინოს არა 10% იმის არამედ გაეკეთებინოს აი როგორც რაფაელმა რაც გააკეთა და მიქელანჯელომ აი რაფაელი ილია მეორე და მიქელანჯელო შიო მესამე აი გაეკეთებინოს ძალიან დიდი რაღაც ალბათ სხვა მიმართულებით იმიტომ სხვა ტიპაჟია ხო პატრიარქი ის სხვანაირი ადამიანი იყო ეს სხვანაირი და აი მე ამას ვისურვებდი და მე დიდი ისა მაქვს სიყვარული ილია მეორესი დიდი სიყვარული მაქვს პატრიარქის ახალი შიო მესამესი და რა ვიცი მე დიდი იმედი მაქვს რომ მერთი მოგხედავს და ყველაფერი თან მამა მათი გამარჯვება ეხლა როგორ უნდა გეწყინოს იმიტომ მათი გამარჯვება და კარგი მიმართულებით წაყვანა საქართველოს გამარჯვება მამა როგორ უნდა გეწყინოს აი ბოროტი უნდა იყოს საქართველოს ტერი უნდა იყოს ეხლა რო განიკითხავენ ხოლმე ხშირი შემთხვევა ხოლმე ამ პატრიარქს რო განიკითხავთ როგორ შეიძლება აი თუ რამე გააკეთებს და აკეთებს ხო ადამიანი საქართველოს წარე ნებისმიერ სფეროში მამო თუ გინდა მთავრობა იყოს ნებისმიერი მამო ვინც კარგს გააკეთებს სახელმწიფოს უკეთებს და შენი სახელმწიფო წიროწავა შენი პირადი რაღაცნაირად ინტერესის გამო როგორ შეიძლება რომ აქ გეწყინოს ამაზე ზემოთ უნდა დავდგეთ დიახ რა თქმა უნდა მადლობა დიდი მამაო ძალიან დიდი მადლობა ესეთი ლამაზი შესავლისათვის და ეხა მამაო მე გისმენთ ხო იცი ხა ჩემ გადაცემაში რომ მოდიხართ მამაო მე კითხებს არ ვსვავ თქვენ წვიტავთ ხოლმე ამინც და არა ნუ გადასარევი გადაცემა ჩემო
გიორგი და რა მიხარია, იცი აი ისეთი ხალხი მოყავს. აი მაგალითად ხა მამა ლუკა, ხო? რომ მოდის როგორი გაწონასწორებული ადამიანია. ხო და როგორი ისეთი რაღაცნაირად უნიკალური თავისებური გამოსვლა აქვს, სიტყვა აქვს და ძალიან მიხარია ხოლმე. და ტელევიზორს უხდება, ძალიან ლამაზი კაცია. მამაკაციც ლამაზია ფიზიკურადაც და სულიერადაც ეთყობა რომ ძლიერი და კარგი კაცია. სხვათა შორის მასზე რომ ფილმი ვნახე მე საპატრიარქოს ტელევიზორში ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა მამამისმა რა. ესე იგი როდესაც მოდიოდა ეკლესიურ ცხოვრებაში მშობლების პრობლემა იყო ისეთი დრო იყო რა როგორ გაგიწევენ წინააღმდეგობას თუ თანაგიგრძნობენ და ასე და მამამისმა როგორი სიტყვა უთხრა როგორ დალოცა და როგორ ეს გზა აკურთხა მამამისმა ესე იგი მამამის შინაგანად როგორი ქრისტიანი იყო და მე მაშინ ვიფიქრე რომ ალბათ აი ეს ლუკას მამის ნაირი ხალხი იყო ესეთი შინაგანად ქრისტიანი ტიპაჟები რომლებმაც შემდგომ აი ეს თაობაშვა და ეს სასულიერო პირები და მათ შორის მამა ლუკა და ძალიან ისე გახარებული ვიყავი და მამა ლუკა თევდორაშვილი მამა გიორგი რომ მოყავს ეს სულ სხვა ტიპია ის სულ სხვა მაგრამ აი მამა ლუკას რო უსმენთ თევდორაშვილს მაგალითად სახალისო შენდა თევდორაშვილის რაღაც დიალოგები გამოგდით თუ რა არის ისეთი სახალისო საყურებელია ხა მამწარებს ხოლმე და მე მეც ვამწარე და ესე ხოცავთ ერთმანეთს თევდორაშვილის ხარაკია სერიოზულობა და ძალიან კარგად საუბრობს მაგრამ რაღაც ისეთ სახალისო გადაცემა რომ და ესე ყველა ეს სამღვდელოება ციცქიშვილი და თავარი რა არის კიდე ხა აი ნახე როგორი ხალხი მოყავს შენ ციცქიშვილი ჯერ მარტო რა დღირს ჯერ ძალიან განათლებულია და ძალიან კაი გადაცემებია პატრიარქის შვილიშვილია წარმოიდგინე ანუ ქრისტეფორე პატრიარქის შვილიშვილი რა ხელა რამია ისტორია ლეგენდაა რა ნუ კაცი არაფერი რო არ თქვას და უბრალოდ მოიყვანო აქ და დასვა უკვე ლეგენდა კაცია რა ხო და აი საინტერესოა ძალიან და მე ხანდახან რომ თუ ვერ უყურებ რომელიმე სასულიერო პირის გამოსვლას მე ვახვე მეორე დღეს თუ მესამე დღეს და აუცილებლად უყურებ იმიტომ რომ არა სხვებისთვის ჩემთვისაც კი ძალიან ბევრის მომცემი არის ეს გადაცემა და მათი საუბარი ხო და ესე იგი გიორგი მე მამა მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენაერი ადამიანი ეხა თქვენ ეხა მოძღვარი ხართ და უამრავი მოძღვარი აღგიზდიათ და თან ეკლესიაში ძალიან დიდი დამსახურება გაქვთ ჩვენი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რომ ესე დონეზე არის და მათთვის არის ძალიან დიდი სტიმული და აღიარება მამაო ბევრს უჭირს ძალიან სხვისი და ეს რო გაქვთ და გაგაჩნიათ დიდი მადლობა გაიხარეთ დიდი მადლობა ყველაფრისთვის და რა მინდა კიდევ ერთ არ შემილია რომ არ აღვნიშნო ხა ჩვენ ისეთ მდგომარეობაში პატრიარქის გარდაცვალება ეს მისი დასაფლავება რაღაც მიუხედავად იმისა რომ ეს ტრაგედია იყო ჩვენი საქართველოსთვის ისე მოაწყო უკვე გარდაცვალების შემდეგ პატრიარქმა რომ ისევ სახალისო და ისევ რაღაც ბედნიერად წაიყვანა მე ჯერა რომ ღმერთმა იმიტომ მოაწყო ეს ყველაფერი რომ ილია მეორეს დამსახურება იყო ეს ყველაფერი და ისე მოაწყო რომ გადავედით ტრაგედია კი აღარ იყო რაღაცა დიდი ბედნიერება იყო რა და მე უბრალოდ არ შემილია რომ არ აღვნიშნო აი მე პატრიარქის არჩევა რო იყო ესე იგი როდესაც აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია გიორგი სინოდი რას გადაწყვეტ და ვის აირჩევდა რა თქმა უნდა სინოდის გადასაწყვეტი იყო და ვისაც უნდოდა იმას აირჩევდა სინოდი მაგრამ აქ რატომ მოხდა რომ და დიდი სიხარული რატოა რომ მე ისა პატრიარქი გახდა მეუფე შიო იმიტომ რომ ის პატრიარქის დანიშნული იყო და აქ უნდა გამოჩენილიყო და გამომჟღავნებული იყო რომ სინოდი პატრიარქის სიყვარულით აირჩევდა თუ არა მეუფეს და ეს იყო პატრიარქის ყველაფერს რო თავი დავანებოთ რა თქმა უნდა იქ მეუფეს ძალიან დიდი დამსახურებები აქვს ძალიან ბევრი 9 წელი ჯერ ხომ ნახეთ როგორ ღირსეულად მსახურობდა ეხა მე ჩემი გართულება მაქვს და დედით ბაგრატიონია და ამაზე ნუ ჭუამეკეტება ხოლმე გრიგოლ ხანძთელის წინასწარმეტყველება რომ აშოტ კუროპალაც აკურთხებს რომ შენი შთამომავლებიო იქნებიან მუდამო საქართველოში უკუნისამდეო ტახტზე მჯდომარეო და ეხლა ეს პირდაპირ წინასწარმეტყველება ახთა გრიგოლ ხანძთელის და კიდე სხვა რამ მაგრამ სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება
ყველაფერსო თავი დავანებოთ პატრიარქის დიდი სიყვარულის გამო, ესეც არის ნამდვილად. და პატივისა პატრიარქ ილია მეორეს და ვინც აირჩია ილია მეორემ, ის აირჩია წმინდა სინოდმა და მე ვთქვი კიდევაც გადაგებაში, რომ წმინდა სინოდი ჯერ ერთი ცუდიც რომ იყოს, დიდი შემადგენლობა, შენ სამღვდელომ ყოველთვის უნდა თქვა, რომ კარგია და იმიტომ შენი მამები კი არ უნდა ცუდი წარმოაჩინა, რომ კარგად უნდა თქვა, ხო? შენ მამაზე ცუდს ხარ იტყვი, ხა მამაჩემი თუ ცუდი კაცი ყოფილიყო, რაღაცნაირად შენ მაინც უნდა დაგეფარე ეს სიცუდე. როგორც ნოეს შიშხლე დაფარეს, ესე იგი, მისმა შვილმა ქამის გარდა და ამიტომ ესე იგი ლამაზი სინოდი ყავს, მე უკვე ჩემს სინოდს უკვე უწოდებ არა მარტო წმინდას, არამედ ბრწყინვალეს რა. ამ გადაწყვეტილების გამო და ესე იგი განსაკუთრებით მინდა შევაქო ბიძაჩემი, ეხა ეს სუბიექტურად არ ჩამითვალოთ, ობიექტივში ვარ და ობიექტურია ნამდვილად ჩემი ბიძარი მართლა. ესე იგი, ხო, მამაჩემი და ესე იგი მეუფე დანიელი დაძმის შვილები არიან რა და მეუფე დანიელმა როგორ ღირსეულად ყველაფერი წარმართა, იმიტომ რომ მე ჯერ ადრე უთხარი მეუფე დანიელს, რომ მეუფე დანიელი მე მეგონა რომ პატრიარქი აგირჩევდა თქვენო და იცი რა მითხრა, მაშინ ანუ 9 წლის უკან რა. არა, პატრიარქმა აირჩეო ღირსეული ადამიანი. და იცი რა სასწაული რამე თქვა, მეუფე შიო აირჩიაო პატრიარქმა, იმიტომ რომ არიო ბავშვურად კეთილი და ბავშვურად უბიწო ადამიანიო რა. და ეს ხო და რაღაც ისე გამიხარდა ჯერ ხო რაღაც ხო შეიძლება ეთქვა რაღაცა რა შინაურად რაღაცა და მე იქ უკვე სინოდში იქ არც უბძოლია, თორე ყველაზე დიდი კონკურენტი იქნებოდა მეუფე დანიელი. არც უბძოლია და არც ისე ლამაზად ყველაფერი გააკეთა და ძალიან გამიხარდა რომ ბიძაჩემ ასე ვთქვათ, მეუფე მიტროპოლიტმა დანიელმა, ძალიან ღირსეულმა ადამიანმა, სასწაულმა კაცმა, ყველანაირად, ესე იგი, და მთელმა სინოდმა, ასე ვთქვათ, ესეთი ამბავი მოხდა და რაღაც ისეთი და ეს გრძელდება, გიორგი, რაღაც აი 60-სეულ იმაში ვართ რა, გარემოში ვართ რა, სასწაულია და ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ილიას, პატრიარქი ილიას გარდაცვლილის ჩვენი პატრიარქი ილია მეორეს დიდი დამსახურებაა, იმიტომ რომ რა გამახსენდა გიორგიცი, პავლიანე იყო ესეთი წმინდანი მეხუთე საუკუნის პავლიანე მოწყალე, ეპისკოპოსი და აი როგორ მაგონებს იცი ჩვენ პატრიარქს, ესე იგი როგორი ადამიანი იყო, ყველაფერს გაცემდა აბსოლუტურად, რაც ჰქონდა და რაღაცა ხო შეიძლება გაცე ძალიან ბევრი და უკვე მოწყალი ადამიანი ხარ, მაგრამ ამას არ შეეძლო რამე დაეტოვებინა. და რომ თუ ქონდა რამე დატოვებული, ფიქრობდა რომ არა, მე არა ვარ გამცემიო, ნუ რა დონის სულიერი იყო წარმოიდგინე და იმასაც რაც ქონდა გასცემდა და ეს უმდიდრესი კაცი, ნუ პრაქტიკულად სულ ღარიბი იყო, იმიტომ რომ ყოველთვის გასცემდა ყველაფერს. და ერთხელ ვანდალებმა იქ შემოესწიენ ქალაქს და ძალიან ბევრი დაატყვევეს და ერთი ქალი მოვიდა, ერთადერთი ჩემი შვილი, ერთადერთი შვილი მყავსო, ვანდალებმა დაატყვევესო და მომეციო რა ფულიო, რომ წავიდე და გამოვისყიდო და პავლიანე ეუნება რომ აღარაფერი აღარა მაქვს, ყველაფერი გავეციო და მოდი მე წამიყვანეო იმ ვანდალებთან, სადაც შენი შვილია და ჩემი თავი მიყიდეო და იმით გამო და მართლა ესე მოხდა, წარმოიდგინე რა. ესე იგი ეს გაყიდა და ის გამოატანა რა და ეს დაემონა ეპისკოპოსი ეს იმ ვიღაც და მე რო გაიგეს უკვე მე თავს ხო და წარმოიდგინე ეს რა არის, წარმოიდგინე რა. და პატრიარქი იყო ესეთი რა. ესე იგი აბსოლუტურად ყველას გვიქმნიდა კომფორტს რა. რაღაც საოცარ კომფორტს. მე ხა სტიხაროსნობაში ვიყავი 2 წელი მასთან, მე ნუ სიონში რო გადმოვედი უკვე 4 წელი ვიყავი მასთან და ეს 6 წელი ძალიან სიახლოვეში ვიყავი და ნუ ფულადი დახმარებები, ბარტერული დახმარებები, კიდე ძალიან ბევრი რაღაც რაც მახსოვს სულ მარტო მე ხო არა რა, ყველას, ესე იგი ისეთ კომფორტში ვყავდით, ნუ ჯერ ერთი კომფორტში ვიყავდით, წარმოიდგინე ხა პირადად მე სიონში ვდელი ვიყავი, მაშინ იყო საკათედრო ტაძარი სიონი, სემინარის დეკანად დამნიშნა, აი ყველაფერი რაც კი შეიძლება და ნუ რაღაც საოცრად ყველაფერს გასცემ და უწმინდეს, აი პავლიანეს არ იყოს და ნუ საოცარი კიდევ ის არის რომ ხო გაგიჟებით ბოდიში ამ სიტყვაზე უყვარდა ქართველობა რა,
განსაკუთრებით ქართველობა, მაგრამ მე მასში დავინახე ერთი რამოდენიმე ადამიანის, ყველა სომეხის რამოდენიმე ადამიანის სომხებისთვის თავდადება იმ ლეგზე ხომ მოგიყევით, ესე იგი რამხელა სიყვარული დავინახე. ესე იგი კაცს უყვარდა აბსოლუტურად ყველა ეროვნების ადამიანი რა. არ ვიცი მე რაღაცა ლიმენაში ვარ, ლიმენაში, აი გეუნებით რომ მოგვენატრა, თქვენც მოგნატრებიათ ეთერი და მინდა რომ ბევრი ილაპარაკოთ, ამიტომ აღარ მოდიხართ რაღაც ამ ბოლო ხანებში. აი მე ხო წინა 4 შაბათს უნდა მოსულიყო, აი როგორ აიცი ამდენი შვილი და ამდენი შვილიშვილები ეთყობა, ნუ რაღაცა იმაში ჯაფაში ვარ რა რაღაც და ჩემი აი თერაპია არის აქ მოსვლა, ნუ იშვიათად თვეში ერთხელ თუ თვენახევარში ერთხელ მოვდივარ, მაგრამ ძალიან მშველის რა და ჩემი თერაპია ღამე რო ყველა დაიძინებს, რო ავანთებ მაგიდასთან დაჯდები, ლამპას ავანთებ და მკითხულობ და ვემზადები ქადაგებისთვის და ნუ კვირა დღე როცა წირვას მივიდო, ეს არის ჩემი ამბილი თერაპია. დიდი მადლობა. ყველაფრისად. ეხლა კიდე რას გვეტყვით, მამაო, ძალიან მაინტერესებს. რა ვიცი, ბევრი მინდა ვილაპარაკო. კი, აბა რას გვეტყვით? აი, რაზე არის გასამახვილებელი ყურადღება, მაშინ მამაო, რახანს ისაუბრეთ? ხო. აი, რას უნდა ვიყოთ? რა არის? მე აი 64 წლის კაცი ვარ და აი ახალგაზრდებს სულ ვიმეორებ ამას, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა ამბობს, რომ აი რომ დავბერდებით რა ცუდია და არა ჩემო ძვირფასებო. ესე იგი 60 და 70 წელი აი მეც ხო ნენელა უახლოვდები, ყოფილა პირიქით ყველაზე ძვირფასი წლები და დრო გაცილებით ყრმობაზე და ახალგაზრდობაზე რა, გაცილებით, იმიტომ რომ აი ვავდარებ ხოლმე ხეჭეჭუს. ბავშვობა რო ყვავილს შევადაროთ, პატარა ნაყოფი კუხე რო ყრმობას, მე ზრდასრულობას დიდი ნაყოფი ოღონ კუხე და 60 წელს რო შევადაროთ უკვე ხეჭეჭური შემოდგომაზე, მაშინ არის უკვე დამწიფებული და გემრიელი. აი ეხლა ვგრძნობ ზუსტად აი იმ სიგემრიელეს და იმ გემოვნებას და იმ ყველაფერს, ანუ ეს არის რაღაც უძვირფასესი დრო და არა რაღაც სიბერე და ასე შემ პირიქით ხო რუსებს რო გამოთქვა სულ არ ვეთანხმები სტაროსნი რადას ეს საერთოდ ვერ ვეთანხმები, მაგრამ იმიტომ რომ კიდევ გიმეორებთ რომ აი ამ დროს არის ყველაფერი, აი რა ვიცი ყველაფერი და ეხლა ვფიქრობ გიორგი, რა თქმა უნდა, ხო თეორიულად ვიცოდით ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოა, ეხლა ახალი ტერმინი გაჩნდა, ხო იცი ჩვენმა მრევლმა აღმოაჩინასავეთ ნიკოლოზ დარსაველიძემ, რომ ესე იგი ქრისტეს დედულეთიაო საქართველო, მართლაც ესეა. მოდი ახლა ნუ დაეთანხმები და ღვთისმშობლის წილხვედრი ახაც ბერძნები და რუსები ხო უწოდებენ საქართველოს ღვთისმშობლის ბაღს და აგერ ახლა ქრისტეს დედულეთი და ძალიან ბევრმა ღვთისმეტყველმა, მათ შორის ედიშერ ჭელიძემ, ერთ-ერთმა ავტორიტეტმა, მაშინ თქვა ზუსტად, რომ ეს არის ცენტრიო, სულიერი სვეტი ცხოველიო, სადაც უფლის კვართი, ხა რა გვინდა ვინმე ღვთისმეტყველი ეგრეა, ნამდვილად ვიცით, არისო ცენტრიო, სოფლიო სულიერი ცენტრი, იმიტომ რომ აქ არის კვართი, სისხლიანი მაცხოვრის სისხლიანი კვართი ღვთისმშობლის მიერ შეგერილი და ესეთი ნივთიერი სიწმინდე არ არის არც იერუსალიმშიც არ არის, სოფლიოში არც არ არის სხვაგან. სხვათა შორის ასევე ძველი აღთქმის ხალემი, ანუ ძველი აღთქმის ყველაზე დიდი სიწმინდე ილია და ელისე წინასწარმეტყველის ხალემი, რომელიც გადმოცემით ასევე სვეტი ცხოველშია და რაღაცნაირად აქ ძველი აღთქმა და ახალი აღთქმის გაერთიანებაა და ორივე ეს უდიდესი სიწმინდე არის სვეტი ცხოველში და სვეტი ცხოველი არის რა თქმა უნდა სულიერი ცენტრი და ამის გააზრება, გიორგი, ამის გააზრება, ხანდახან გაოგნებული ვარ და დიდ აღმაფრენაში და სიხარულში ვარ. აი რომ ვიღვიძებ და ფოთლები ოქროსფრად ლივლივებს, ხო? და აი ღვთისმშობლის ბაღი, ფიქრობ, ღვთისმშობლის ბაღში ვძინავს, ღვთისმშობლის ბაღში ვიღვიძებ და სხვათა შორის ეხა განსაკუთრებით ვაკვირდები, თბილის როგორც გაცდები, ყველა მხრიდან რა. რამხელა სიწმინდი, რამხელა სილამაზია.
გიორგი, რამხელა, აი რა კუთხიდანაც არ უნდა გასცდე, ხო? ეხლა წავკიში ვიყავით ამას წინათ და გადამწვანებული ყველაფერი. სხვათა შორის ტაბახმელა იყო რეზიდენცია თამარ მეფის, ხო და ახლა თამარ მეფის ცუდ ადგილზე ხო არ ექნებოდა რეზიდენცია. მე ვამბობ, აქვე რო გაცდები, ხო? აგერ ლისში გაცდები და ბუნების რასასწაულია ბევრჯერ მithქვია, ხო? იქვე თხინ იმას, რა ქვია, წოდორეთს როგორც გაცდები, პატარა ტბა არის. იქ რო დადგები და დაიყვირებ სამაგე ხოსიძა მოავს, გამიგე სამაგე ეხო საერთოდ არის უკვე ბუნების სასწაული. ორმაგი ეხო, სამმაგი ეს არის სამმაგად სასწაული. ეს აი ვამბობ თბილისს რომ ოდნავ გასცდები და არაფერს ვამბობ რაჭაზე, სვანეთზე, აფხაზეთზე, გურიაზე, აჭარის მაღალმთიანზე არ ვიცი, რაღაც საოცრებაა და ამას დაფასება უნდა, ჩემო ძვირფასებო და არასოდეს სხვათა შორის ამას წინათ მამა კახაბერ ტვილდიანთან საუბრობდით და საოცარი რამ თქვა, საერთოდ მამა კახაბერ ტვილდიანი ძალიან გამოირჩევა ეს ანალიტიკური უნარით და ძალიან იჭირი მე იმას მეუფეს გავაცანი და მეუფემ მითხრა რომ ძალიან ესეთი ნიჭიერი კაცია ისე ელაპარაკო ან ნინოს გზაზეო და ძალიან მოეწონა და დანიელს ხო და ნახე მამა კახაბერმა რა მითხრა გიორგი ჩვენო რუსეთშიო ვიყავით მაგალითიო საბჭოთა კავშირში ქართველობა იყო მაგალითი მართლა ესე იყო რა მაგალითი ვიყავით ყველასთვისო იმიტომ რომ ჩვენ არ ვიღებდითო ახლა სადღაც ხდებოდა ეს ყველაფერი ხო ჩვენს გარეთ ცუდი რამეები მაგრამ ჩვენ არ ვიღებდით ამ ცუდს რა იმიტომ რომ ვიცოდით ჩვენი ღირსება და აი ახლა რატო ვიღებთო ამ იმასო იმიტომ რომ ვიღაცა ევროპა გავაკერყეთო გამიგე და რაღაცნაირად უკვე იმას ვბაძავთ არა და ჩვენ უნდა მოგბაძონ გამიგე რაღაც ჩვენ ისეთ ღირსეული ხეთ ჩვენმა წინაპრებმა როგორ ღირსეულად იცხოვრეს რა თქმა უნდა ხა ლაფსუსები ყოველთვის არის და მოღალატეები ყოველთვის იყო და არის მაგრამ ძირითადად რასასწაულია რომ ესე იგი ათანასე დიდი მახსენდება რომელმაც დაწერა დევნილობის აპოლოგია ესე იგი სულდევნაში იყო რა საქართველოს გაზეთში ეს წიგნი თქვენ მემაჩვქე ხო მართლა და ესე იგი ეს ადამიანი სულდევნაში იყო და ამბობდა რომ დევნაში რო ვარო ბედნიერიო და როდესაც დევნაში არა ვარო რაღაცა ცუდები ხდებაო და მართლაც როცა დევნაშია ყველას უყვარდა რა და სულ დევნაში იყო მაგრამ ამ დევნილობის დროს ღმერთი ისე აწყობდა რომ სულ ნიტრიის უდაბნოში იყო სულ აი ეგვიპტის უდაბნოებში იყო და ეს ეგვიპტის უდაბნოში ყოფნა ეს არის 64 რა იმამებთან მაკარი დიდთან ცხოვრობდა კარგი ხანი როცა დევნილობაში იყო და მახსენდება როცა 3000 ბერი პატრიარქია წარმოიდგინე ალექსანდრიის და დევნილობაში ოღონდ და 3000 ბერი უსმენს ღამია და როდესაც დასრულდა ეს საუბარი პატრიარქი ეუბნება ეხა უკვე უნდა დაგემშვიდობოთ და წავიდეთო და არ დაგვივიწყო პატრიარქმა და შეტრიალდება ხელა რამეა რა უკვე თუ დაგივიწყე შენ იერუსალიმ დავიწყებული იყოს მარჯვენა ჩემიო ესე იგი აი ხო და საქართველოს რაღაც ესეთია უყურეთ მიუხედავად იმისა რომ ჩვენმა წინაპრებმა თავი დადეს ერთ დღეში 100000 კაცი მოკლეს თბილისში წარმოიდგინე იმ ჯალათებმა ერთ დღეში 100000 მოწამე სხვათა შორის ძალიან მინდა რომ ცოტა ადრე ბუღათურკის თავდასხმა რომ მოხდა თბილისზე 55000 თბილისელი გაწყვიტეს შესთავაზეს რომ მუსლიმანობა მიიღო ვარი თქვეს იქ ხო დააფურთხეთო ფეხი დადებითო არა არ დადეს და იქ აქ მუსლიმანობა შესთავაზეს ვარი თქვეს და 55000 თბილისელი მოკლეს უნდა მოხდეს რა ვიცი ანუ დავწერ ალბათ ან მიწეს სხვადასხვა მიჩქმალული ხო რომ 55000 მოწამე თბილისელი მოწამე შენაცხონ წმინდანად იმიტომ რომ ნამდვილად ესია და ესე იგი რას ვამბობ ამით რომ ესე იგი რა ბედნიერი ხალხოთ როგორ ჩვენ წინაპრები და მიუხედავად ამ დევნილობისა გიორგი რა შექმნა ქართველმა ხალხმა რა ლიტერატურა შექმნა რა არქიტექტურა შექმნა ხა გუშინ ვათვალიერებდი და გონებით ვიაზრებდი ესე იგი წარმოიდგინე სვეტი ცხოვე სამთავისი ბანა იშხანი ოშკი ღმერთო რაღაც სასწაულები ხდება ხო ხირსა იქ
ალავერდი ეხა რომ მივყვეთ რა გამაოგნები გელათი ბაგრატი აი შეიძლება აი ბაგრატი წარმოიდგინე მე-11 საუკუნეში შექმნილი ტაძარი ბაგრატი და მოდი ეხა ევროპას უთხრათ მე-11 საუკუნეში აი ბაგრატი ავიღოთ და გინდა ჩარლიპიტს კითხეთ გინდა წარმოაჩინონ ევროპაში ამაზე უფრო მაგარი და ძლიერი და შესანიშნავი რა იყო არაფერი იქ მერე დაიწყეს მე-15 მე-16 საუკუნეში დაიწყო რენესანსი ხო როდესაც ჩვენ ამ ბრძოლის და ამ დევნილობის დროს მე-11-ში ქონდა და უფრო ადრეც გრიგოლ ხანძთელის დროს წარმოიდგინე ის ყველაფერი შექმნილია მე-9 საუკუნეში მე-11 საუკუნეში წარმოიდგინე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენთ მაგერი ანჩისხატი და ისე. ანჩისხატი, ხო, თბილისში სხვათა შორის ზედა ბეთლემი, მეტეხი, ანჩისხატი და სიონი და ლურჯი მონასტერი არის უძველესი ტაძრები რა. ძალიან მნიშვნელოვანი რა. და მამაო თან ამ ხელა რაღაცამ დაიდო, ეხა ისე ხო არ ხდება ისე რომ წარმოიდგინეთ მამაო მაცხოვრის კვართიდან მოყოლებული რამდენი რაღაცა არის და მართლა მაგას იცავს ღმერთი ამ ქვეყნად რომ არ გადავშენდით და მართლა აი ჩვენით რაღაცნაირად ბევრი ერები მოიზომება მოვა დრო რომ სანაკებო იქნები და ამისათვის თავარია ერთობა და სიყვარული ერთმანეთის იმიტომ რომ რას აი ეგ არ უნდა დავკარგოთ მამაო რა აი რაღაცა პატარა პირადმა რაღაცა წყენებმა და რაღაცა გვერდზე უნდა გადაინაცვლოს როცა თავარს ეკუთვნის მამაო თავარსზე არის გასამახვილებელი ყურადღება მამაო რა და გიორგი რა გამიხარდა კიდე მე ჯერნო 64 იყო ის როცა პატრიარქის არჩევა სამებაში და სხვათა შორის აი 95% დიდი სიყვარულით და აი ხანგრძლივით აშით შეხვდა პატრიარქის მეუფეშიოს გაპატრიარქებას და ნუ ახლა ნუ დაახლოებით ხო ვიცით ვინც თქვა ხმა არ მიცა მეუფეშიოს მაგრამ ყველაზე კარგი რა იყო იცი აი ეს ეპისკოპოსებიც დიდი სიყვარულით მე საზეიმო სუფრა რო იყო იქ იყვნენ რა და სპეციალურად ვაკირდებო დიდი სიყვარულით უყურებდნენ მეუფეშიოს უკვე როგორც პატრიარქს აი ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი რამ რა და ძალიან დიდი სიხარული რომ ნუ რა ვიცი ძალიან ბედნიერი ვარ რა და ბედნიერია ყველა ქართველი ვინც ჩართულია ამაში და ამაში ჩართულია სრულიად საქართველო იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა არ არის ეკლესიური მაგრამ თანაუგრძნობს ამ ეკლესიურობას ყოველ მთლიანად თანაუგრძნობს გამიგე იმიტომ რომ მამაო პატრიარქი თვითონ არის სრულიად საქართველოს პატრიარქი აი სრულიად საქართველოში ვინც არის რა ერებიც არ უნდა იყვნენ ყოველას პატრიარქი არის და აი ამ ყველა ადამიანს უნდა უხაროდეს კიდევაც და თან კიდე უნდა გულშემატკივრობდეს რომ მათზე ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული პატრიარქზეც და აქედანაც და აი ერთობა უნდა შედგეს აუცილებლად რა მარტო ის არ არის ჩვენ ერთმანეთს ესე უნდა რაღაცნაირად გვერდში უნდა დაუდგეთ და იქიდანაც დადგომა უნდა იყოს აქედანაც და ესე ერთიანი ის უნდა იყოს რა ჰარმონია სულ ყოველთვის ეგრე იყო ხოლმე რა ვიცი როცა ერი ხარობდა მამაო ეხა აი პატრიარქს მამა ილია მეორის მაგალითად მამაო როცა ისე ერი უყვარდა აი მეორე მხრიდანაც რომ მიდიოდა სიყვარული უკვე ძალიან მაგარი იყო რა. აი ეს ერის რომ დაინახოს სიყვარულს მამაო, ხო, მაინც დრო გჭირდება, ხო, ისეთ რაღაცა ისა და ძალიან მაგარი არის. გიორგი ეტყობა აი პატრიარქმა ძალიან დიდი გული და სული ჩადო, გამიგი აი ამ სიყვარულში რა. იმიტომ რომ სხვანაირად არ მოხდებოდა. ეხა პატრიარქი რომ ყოფილიყო რაღაც სხვანაირი რა, უბრალო და ეს არ მოხდებოდა რა თქმა უნდა. ესე იგი და ყველაზე მთავარი ისა ჩვენ ძალიან დიდად უყურებდით პატრიარქს და დიდ კაცად, მაგრამ ნუ როგორ გითხრა რა, აი თურმე ჩვენ ამაღლებულად უყურებთ, მაგრამ თურმე galaktikაში ყოფილა, ძალიან ზემოთ ყოფილა, ძალიან დიდი კაცი ყოფილა რა. ისეთი რომ ჩვენ ისტორიაში კი არა, მარტო სოფლიო ისტორიაში აი ანალოგია არ აქვს, რაც ჩვენ ნახეთ ამ ყველაფრის შემდეგ. სასწაული კაცი, სასწაული აღმოჩნდა პატრიარქი ილია მეორე და რა იყო იცი სუფრაზე ეს იყო მე-40 დღის სუფრა იყო მე მგონი აღარ მახსოვს ხო ნუ პატრიარქთან დაკავშირებით სუფრა იყო და როგორ ვეფერებოდი ყველა პატრიარქის ხორციელ ნათესავს გძლებს ძმისშვილებს დიშვილებს აი მინდოდა მისვა ეხუტებოდი გამიგე იქ ერთი მღვდელია პატრიარქის ნათესავი ხორციელი და რავი აი ყველას აი იმ ხელა სიყვარული დაგვიტოვა პატრიარქმა რომ მან
ისე გვიყვარს პატრიარქი, რომ მის ირგვლივ ვინც კი არის, ყველა გვიყვარს რაღაც საოცარი სიყვარული. და არ შეიძლება არ გავიხსენოთ და არ აღვნიშნოთ, რომ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ხალხი რა, ვინც პატრიარქთან ძალიან ახლოს იყო რა, ძალიან ახლოს. აი როგორც მე ვიცი, აი მთელი თავის შემადგენლობით დედაქეთევანი იყო პატრიარქის, აი ფარი და მახვილი იყო, გადაუდგებოდა და პატრიარქს დაიცავდა სიცოცხლის ფარსად. შორენა, რომ საოცრებას შორენას დღესაც მოყვანილი იყო პატრიარქი აქამდე რა, იმ უკვე რა ვიცი მე ეს არასდროს არ უნდა დავიწყოთ ეს ადამიანი. მეუფე დანიელს აუცილებლად. მეუფე დანიელი, მეუფე სხვათა შორის ძალიან დიდი დამსახურება აქვს. ასევე მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს რა. ნუ აეგენი იყვნენ ამოღებული ხმარი მტერის პატრიარქის სასარგებლოდ და ძალიან ბევრი ხა გამოგჩა შოთა რომელიც გარდაცვლილია დაცვა იყო პატრიარქის მართალია ყველა დასცინოდა ბიჭო შენ კი არ იცავ პატრიარქი გიცავ შენო მაგრამ შოთა მაინც კაცი იყო ვაშკაცი რომელიც ტყვია რო ესროლად გადაუდგებოდა პატრიარქს უტყუარად რა რა ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი ზოგი გავიდა ამ ქვეყნიდან ზოგი დედა ბარბარის სხვათა შორის მამა და მამა გიორგი ზვიადაძეც სასწავლო ისინი ყველა აი გამომჩერ მამა გიორგი ზვიადაძე ახლა ნელ-ნელა რომ მიყვეთ მამა გიორგი ზვიადაძე უამრავი რა თითქმის რავი პატრიარქის ერთგული რო არ ყოფილიყავი ნუ მტერი იყავი საქართველოს პირდაპირ და მაგრამ სხვათა შორის მამო აი თქვენ გიყვართ ეგეთ შედარებები და მამა ელისე აუცილებლად აუ კი მამა ელისე და ეგრე ძალიან ბევრი ჩაჩავა მამა გიორგი და რა ვიცი უამრავი მაგრამ ნახეთ მამა რას ვამბობ მეუფე დიმიტრი სიტყვაზე ხო რო ავიღოთ რაღაც ყველანი როგორ და მამა ნახეთ აი საქართველოს ვინ არ ყოლია გამოჩენილი და მსოფლიოს მამამ თავის ქვეყანასთან რო ასოცირდებოდა ეგეთი არავინ არ ყოფილა და ერთადერთი ილია მეორე იყოს რო ახსენებდი საქართველოს გეუბნებოდა ერთადერთი ადამიანი იყო და ეხა უკვე წმინდანი რომელიც საქართველოსთან ასოცირდებოდა რა აი არც ერთი არც თანამდებობის პირი არც დიდ საზოგადო მოღვაწე ნებისმიერ არავინ არ არის რო ახსენო და აი სპორტსმენი მაგარია იტყვი და ნუ საქართველოსთან ასოცირდება ეს იყო პირდაპირ საქართველოს რაღაცნაირად, ხო? ო, ძალიან რაღაცნაირად დიდ სიხარულში ვართ რა და. ხო და რა ვიცი, ღმერთო, ზუსტად ვიცი რომ იქნა გვეხმა არ უყვარდა ხოლმე პატრიარქს მისი პრობლემები ცხვის შეწუხება და ისე წავიდა რომ აი რო ამოდიოდნენ ხო ამ ხელად ტკივილია მისი ამ ქვეყნიდან წასვლა, ხო ფაქტია რომ წმინდანი დაუკარგეთ აი ამ ქვეყნად ვიზუალით ხედავდი და ეხა ზეციდან უნდა გვიპატრონოს, მაგრამ იმ ხელა ის იყო ნუგეში იქიდან მაინც ზეციდან მამაო რომ ვერ გაითავისეს კიდე ad ბევრს მამაო გონია რომ მამაო არც არის გარდაცვლილი მართლა აი რაღაცნაირად თითქოს ყოველთვის საკითხი შეიძლება მათ შორის მეც სულ ხო რომ მოხსენიებს პატრიარქს მე და თურმე შიო მღვიმელობას მეუფე დავით შეშლია ცოცხლე პატრიარქი ხოშიო უნდა თქვა თურმე ილია მეორეო და მე დაუჩოქა თურმე პატრიარქს და უთქვია რომ მაპატეო პატრიარქო ანუ შიო პატრიარქს დაუჩოქა და უთხრა რომ ესეო და არა რა გაპატეო როგორ მიხარიო პატრიარქმა თქვა იცი როდესაც ილიას ახსენებთო და მე რაღაც საოცარ სიხარულს გძნობო რა და ხელა ის დატოვა კაცო ახლა მე პირადად ახლა 40 წელი ვიხსენიე პატრიარქ ძნელია რა თქმა უნდა მაგრამ ხო უკვე ტვინს აქვს ისე შემუშავებული რომ რა ბედნიერება ქართველობა მართლმადიდებლობა ეკლესიური ცხოვრება სამოთხეა რა სამოთხე და აი ყველა ვინც არა ეკლესიურად ცხოვრობს მე მინდა რომ მოუწოდო რომ ეს ცხოვრება ხო რა არის ბოროტებასაზე და დევს ამას ვინ ვერ მიხვდება ახლა და ეს ბოროტება, ეს ჭირი, ეს განსაცდელი იმ წამს ისპობა როგორც დავიწყებთ ეკლესიურ ცხოვრებას. რატომ? იმიტომ რომ ღვთისმადლი მოდის და უკვე რაც არ უნდა იყოს. წარმოიდგინე ყველაზე აი ძირი, ასე ვთქვათ, გაჭირების იყო გლახაკი ლაზარე. არც ცოლი ყავდა, არც შვილი ყავდა, არც ნაცსავი ყავდა, არც სახლი ჰქონდა, არც კარი ჰქონდა, ჩასაცმელიც არ ჰქონდა. აბადმყოფი იყო, ნუ ამაზე მეტი რა იყო და ეგდო ნაგვის ბუნკერთან ხო და ძაღლები ლოშნიდნენ და იქ ნაგავთან რასაც დააგდებდნენ რამე ნასუფრალიდან გადმოყარეს იმას ჭამდა მაგრამ იყო ბედნიერი და რომ გავიდა ამ ქვეყნიდან აბრაამის გვერდზე აბრაამის ციახში აბრაამთან მოხდა აი ეს არის მე და ღმერთი ახლა ესე არ დაუშვებს რომ ესეთ გაჭირებაში ვიყოთ ყველაფერს მოგცემს ამიტომ აი ეკლესიური ცხოვრება უკვე ღვთის მადლის
მონტანია და მადლი ღვთისა რო გაქვს მორჩა რა 64-ში ხარ რაც არ გინდა ირგვლივ ჭირი იყოს და რაც არ უნდა იყოს უკვე მეორე ხარისხოვანი ხდება მეორე ხარისხოვანი აშკარა ჭირი იქნება აუცილებლად უბრალოდ ადვილად გადავიტანთ აი ამიტომ უნდა იყო ეკლესიაში იმიტომ რომ ეკლესია ამ ჭირის გადატანას გასწავლის რა იმიტომ რომ საწახვიდე ადამიანმა აღარც საყდენი არის გამოცლილი დღეს ძალიან მაგრა რა უკვე ადამიანებსაც ვეღარ დაიყრდნობი და აი ეკლესია არის ის კედელი რომელიც აი მუდმივად შეიძლება დაიყრდნო იმიტომ რომ დღეს ვინც კი გადარჩა და დღესაც რო გახსოვთ უეკლესიოთ არავინ არ ყოფილა დააკვირდით აი ნებისმიერი თქვენთვის საყვარელ მოღვაწს აი მღვდელზე და იმაზე აღარ ვამბობ აი ნებისმიერი ეკლესიის გარეშე ვინ გახსოვთ ისეთი რომელიც იყო არაეკლესიური და დღეს თქვენთვის არის თითით საჩვენებელი ყველა პატივსცემდა და როგორ შეიძლება ეს შენ უარყო და შენ გინდოდეს კიდე მერე დიდობა ხო და კიდევ აი ჩემ ფიქრები ძალიან ხშირად უკვე ასე მოდის რომ და სულ ფიქრობ და ნამდვილად ესია და ამაში ვერავინ ვერ იტყვის უარს რომ ესი არ არის ნუ ეს ებრაელი ერი იყო რა თქმა უნდა გამორჩეული ერი და აბრაამის შემდეგ აბრაამიდან მოყოლებული ღმერთმა აღთქმა დადო ისრაელთან ხო თუმცა იქ ძალიან ბევრი ეგვიპტელი გამოვიდა ძალიან ბევრი წარმართმა მიიღო მათი სარწმუნოება ესეც არ შეიძლება თქვა რომ მარტო ერი ებრაელობა იმიტომ კი არ გამოირჩია ღმერთმა რაღაცა ებრაელობა გამოირჩია არამედ გამოირჩია იმიტომ რომ ეს იყვნენ გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩაგრავდნენ ამათ აბრაამის შთამომავლები იყვნენ ესენი და აბრაამი კი იყო ღვთის დიდი თაყვანისმცემელი და აი ამ ღმერთმა ეს ერი გამოირჩია და ძველ აღთქმაში იყო ესე მოდიოდა და მერე ახალ აღთქმაში ესე იგი ახალ აღთქმაში რა თქმა უნდა ახალ აღთქმაში უკვე ზოგადად ყველა ქრისტიანი სომეხი იქნება რუსი ებრაელი თუ ყველა ამ ქრისტიანებზეა ყველაზე ლაპარაკი რა თქმა უნდა ქართველებზეც მაგრამ ისე რომ ვთქვა როგორც ერი ესეთი გამორჩეული ნამდვილად საქართველოა ხა აი ყოველგვარი იმის გარეშე იმიტომ რომ ყველაზე მეტი თავდადება მოხდა საქართველოს ქართველებისგან 100,000 მოწამე არავის არ აყავს ერთი დღის ქართველებს 6,000 ბერი მამა 6,000 ბერი ერთ დღეს მომწყდარი არავის არ აყავს და ნუ ასე შემდეგ და 55,000 წერა რომელიც თქვი რომელიც აუცილებლად იქნება და სინოდი ალბათ მოვადრო რომ შერაცხავენ წმინდანები არიან და ნახე ხა კიდევ და მამაო დიდ მოწამე სულ რაღაცა თითზე ჩამოსათვლელი და ჩვენს ოთხი იყო დავით ქეთევანი დავით კონსტანტინე განსაკუთრებული წმინდანები და ხო და აი რა გამახსენდა ეხლა მოყოლებული როდესაც ჩვენ გავქრისტიანდი 1700 წლის არის ეხლა საქართველოს სექტემბრისა მე მგონი ოქტომბერში დიდი ზეიმი იქნება აღნიშნა ესე იგი როგორ ფარველობდა ღმერთი წარმოიდგინე მირიან დასაწყისში იყო მირიან და ნანა და წმინდა ნინო წარმოიდგინე მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასალი მეექვსე საუკუნეში 13 ასურელი მამა და ესე მოდის მე-8 საუკუნეში გრიგოლ ხანძელი და მთელი მამები აშოტ კურუპალატის ასეთ საოცარი მეფის ხელმძღვანელობით მერე ხო მოდის ესე ნელ-ნელა დავით აღმაშენებელი თამარ მეფე გიორგი ბრწყინვალე სულ ესე იყო და აგერ ახლა რომ მოვედით აქამდე პატრიარქი ილია მეორე რა სასწაულია ღმერთი რო არ გტოვებს რა აი ესეთი რაღაცნაირად განცდებში ვარ დიდ სიხარულში ვარ დიდ სიყვარულში ვარ და როგორ არიცი პატრიარქმა ესე იგი ისეთი რამ გააკეთა ხო პატრიარქი ვერ იტანდა ქართველობის ამ დაპირისპირებას და აი მუსიყვარულობას რა ყველაზე მძიმე რაც ჰქონდა პატრიარქს და პრობლემა ჰქონდა აი გულში წუხილი ჰქონდა ეს იყო ეს და ამ პატრიარქის გარდაცვალებამ სულ გააერთიანა საქართველო რა იქ აღარავინ ისეთ სიყვარული იყო აღარავინ არ იყო რამე ურთიერთ მოწინააღმდეგე აი მე მინდა რომ ეს გაგრძელდეს რა და მამო საოცრება გითხრათ 5 წუთი დარჩა მაგრამ ნახეთ 5 წუთზე ისეთი შინაურული 5 წუთია ეს შეიძლება 7 გახდეს აი პატრიარქის დამსახურება პატრიარქის სიყვარულში გავატარეთ ეს წუთები თუ საათი თუ რა ვიცი მამო ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ მოგახსენოთ თქვენ მართლა და ძალიან ბევრი მამო ღირსეული ხჩენს უკან და ის არის რა ქვია დაფაზე ძალიან ბევრი მამაკაკიდან მოყოლებული მელიქიძიდან
მამა იოსებ ბურჯანი, მამა ვახტანგ გასათიანი და ისეთი აი ლეგენდა ხალხი არიან და აი რა ბედნიერი არის რომ მართლა 7 დაწერეს მამა, მადლობთ დიდი. ხო და რა ბედნიერია ერი მამაო, რომ აი ესეთი ადამიანები მამაო გააჩნია რა და აი როგორ შეიძლება რომ აი ეს ყველაფერი მამაო არ გავითვალისწინო და როგორ უნდა მამაო აი ეს გზა როგორ უნდა გავიაროთ ჩვენ ნუ უწმინდაზე აღარ ვსაუბრობ და აი ეს მამა თეიმურაზი და მამა სისო ეს რაღაც საოცარი ხალხი მაგრამ როგორ შეიძლება მამაო რომ ეს შევინარჩუნოთ თუ შეიძლება რომ აი ეს ყველაფერი ხო კარგია მამა მაგრამ აი ჩვენ რომ აი ეს ხალხი ყავდა ჩვენამდე ჩვენში არ შეიტყობა მამაო იმდენად სიზღით და რაღაცა ცუდად ვართ ერთმანეთისადმი განწყობილი აი ამას როგორ ვაჯობოთ მამაო აი როცა ვიღაცის დაჩაგვრა მინდა რაღაცა პრობლემაში რო ვარ როგორ უნდა გავიხსენო რომ აი ილია მეორეს ეს არ გაიხარდება ეს არ გაიხარდება იმას და ასე შემდეგ მამაო აი როგორ გავიხსენოთ მამაო აი როგორ უნდა გვახსოვდეს ხო აი გიორგი რა არის ხო ძნელია საერთოდ ადამიანი ცოდვილი ადამიანი ყველანი ცოდვილები ვართ ბოროტებისადმი მიდრეკილი ვართ პირდაპირ და მხოლოდ ქრისტიანობა არის რომ გამოგვახედებს თვალებში და ქრისტე მაცხოვარიც რომ მოვიდა ხა მესია წარმოვიდგინე მოვიდა მაცხოვარი ხო განკაცებული ღმერთი ხო და აი რას სიტყოდა მაცხოვარი ყველაზე საინტერესო და რასაც სიტყოდა ის იყო ყველაზე მთავარი და თქვა შეინანე მოახლო მეტი პრობლემა ადამიანს არ აქვს რომ აი ეს რაც შენ თქვი გიორგი რომ ეს არ იყოს ერთმანეთს სიყვარული იყოს შევინანოთ აი ეს რაღაცა და აი ყველაზე დიდი სიკეთე ზუსტად ესაა და სიყვარული შენთვის გიორგი შენი თავისთვის არის ყველაზე კარგი იმიტომ რომ შენ თუ სიყვარულს გამოამჟღავნებ ხარ ბედნიერი აი მაგალითად ისევე შენ აი მაგალითად მე მქონდა ესეთი რამ რომ ერთი კაცი იყო რომელიც რაღაცა რა ვიცი ხა იყო ესეთი რაღაც შინაგანად დაძაბულობა იყო და არადა ხო და არადა მე ეს ადამიანი ნუ მიყვარდა შინაგანად ყველაფერი თან ძალიან ნიჭიერი კაცი ვარ და ნიჭიერი კაცი იყო და მივედი და აი ქრისტიანობა ეს არის მამები პატერიკებში ზუსტად ეს არის მივედი და გამოვხატე ჩემი სიყვარული და თითქოს რო ვიფიქრობდი რომ ის ტრულად იყო ჩემი დამი განწყობილი იმანაც ისეთ ჩამეხუდა მე მივხვდი უკვე ვინც და ისე გამიხარდა და ისეთ ბედნიერი იყო რა ეს არის ნუ რა არის ეხლა როგორ შეიძლება ესეთი რამე რომ ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარდეს ეს არის ყველაფერი და უცებ შენს გეხსნება ეს პრობლემა სხვა შეს ეხლა დავიწყებ მოწევას ეგეთი ხალხი ხო მე ვიხდი ხო შენ ვიღაცები რატომღაც არ მოხდა არა და იმგენ ძალიან უყვარდა და დიდ პატივს იცი ხო ჩვენ ერთმანეთ ყველას გვიყვარს მამა რაღაცები აი რომ რაღაცას უნდა მოერიო და არის ხოლმე რაღაცა მამა რაღაცაით ისე ძალიან მადლობელი ვარ იმისა რომ რაღაცა 30 სასულიერო პირი ხართ რომელიც აი მართლა ჩემთან ხართ ხოლმე ეს 18 წელია თქვენით არის მამო ის რომ რაღაცა შედგა ეს ყველაფერი და მადლობა და აუცილებლად კიდე მინდა რომ აუცილებლად ყველას მოვიწვევ აუცილებლად მამო რა თქმა უნდა და მადლობა იმ ადამიანებს ვინც გვერდში მიდგანან მამო რა ვიცი ყველას აბსოლუტურად ჯერ ამხელა საშუალებას გვაძლევს ეს ტელევიზია რომ ჩვენი საათი ეკლესიის საათს ადამიანები რომელ ტელევიზიაში დაგითმობენ მამა 24 საათს არსად კაციშვილი და აქ როგორ გითმობენ მამა 2 საათის და სასულიერო პირებს რო ჭირდება და ეკლესიას როცა ჭირდება პატრიარქის დროს მამა 4 საათი დაუთმეს წარმოიდგინე 4 საათი ვიჯექი რამდენი 4 მღვდელი მოვიდა და წარმოიდგინე ვეღარ ვდგებოდი უკვე და აი ეს არის რომ აი ესეთი რაღაცები მამა არის დასაფასებელი და დასანახი და მადლობა მართლა ყველა იმ ადამიანს ჩემს ირგვლივ ვინც არიან აბსოლუტურად რომ ესე გვერდში მიდგა და დავეხმართ უნდა მამო ერთმანეთს თორე ისე ხო არაფერი არ ვართ ეხლა მე თქვენი ძალა რო გამომეცალოს მამო მე რა ვარ მარტო მე ხო კარგად ვიცი ხო და ასე რომ ერთმანეთის თანადგომა და აი პატრიარქსაც გაიხარდებოდა ხო მარტო ის ძახილი არ არის მამო რომ პატრიარქი მიყვარს და ის საქციელებით უნდა დავამტკიცოთ მამო ბევრი არის რომ აი პატრიარქთან რაღაცა ზოგი ინტერვიუს მისცემს რომ აი პატრიარქი როგორ აი რაღაცა მის გარეშე რაღაც შეიძლება არ ჭამდა და რაღაცა და ამდო საქციელით არ ეტყობა და საქციელი თუ არ გეტყობა პირიქით უნდა დამალო რომ პატრიარქს იცნობდი იმიტომ რომ იმის სახელს არ წხვენ აი ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ მამაო აი ძალიან ცუდი არის ეს მამაო თუ შენ არ შეგეტყობა ის საქციელი და ამ მნიშვნელობა ხა მე რაც უნდა ვილაპარაკო ხა რაღაცა მესის ვიცნობ თქო თუ ცუდი ფეხბურთელი ვარ ხო პირიქით სიცხე უნდა დამალო ხო ეგეთი რაღაც არის თუ რაღაცა აი ამას ამოფარება არ შეიძლება და ერთმანეთს უნდა დავინდოთ მამაო რა ვიცი ყოველთვის რა
ესე იგი პატრიარქზე რო ეხა პატრია ის სიტყვაზე მაპატიეთ აი პატრიარქზე რო აი მე ხარ რო იმასა ვქნა ძალიან დიდი ურთიერთობა მქონდა მართლა და არც არ წამოწე ამ თემას მაგრამ პატრიარქზე რო იმას ვქნა და რო დამინახო სადღაც ძალიან ცუდად ვიქცევი მამა ხო იტყვი რომ პირიქით თუ ესე ცუდად ის პატრიარქთან ურთიერთობა მამა ჩემი საქციელით უნდა გამოვხატო ხო რომ ის რო თქვენ მამა ალექსანდრე უყვარდით პატრიარქს და თქვენ ცუდად მოგეკეცით და მე გეუბნები რომ პატრიარქთან იცი რა ახლოს ვიყავ ეს არ არის პატრიარქთან ახლოს პატრიარქთან ახლოს ყოფნა ის არის მამა ალექსანდრეს რო დავაფასებ რო უყვარდა რა და ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ყველამ რა და ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ რაც თავარია და გვიყვარდეს ერთმანეთი და აი ამ დროს პატრიარქის დანატოვარი რაც თავარია დიახ ამ პერიოდში ყველა ესე იგი ამბობს რომ აი პატრიარქის შეწევნა მქონდა პატრიარქის შეწევნა მქონდა და ეს აშკარად იგრძნობა რა აი ჩვენშიც და აი ხა ამ გადაცემაშიც თუ გინდ გიორგი პატრიარქს ხო მიუძღვენით და რაღაცა პატრიარქს ძალიან ახლოს გრძნობდა პატრიარქმა აი თითქოს წაიყვანა სულ სიყვარულზე ლაპარაკობთ იმაზე რაზეც პატრიარქი სულ ორიენტირებდა რომ თავარი სიყვარულიაო და ეს არის ყოველ ლიტონის სიტყვები რა თქმა უნდა მას მართლა გულში ჩემ მეუღლეს არაჩვეულებრივი ლექსი რომელიც ძალიან მოეწონა პატრიარქს როცა მე წავიკითხე იქ წერია რომ პატრიარქმა ესე იგი მე პროზაულად ვამბობ ხა ძალიან ლამაზად წერია პატრიარქმა საქართველოს გულში ჩაიდო რა და ეს სიყვარული ქონდა და რაღაც აი სულ სიყვარულზე ვლაპარაკობდით აშკარად პატრიარქის სული აქ იყო და აქ არის და ჩვენთან არის ის აქ არის მართლა აი უნიკალური ყველანაირი ნიჭი დაჯილდოვებული მამა აი პატრიარქი რო არ ყოფილიყო პატრიარქიც მამა აი ნებისმიერ რეგიონში რო ყოფილიყო აი ნებისმიერ სასულიერო პირი იმ რეგიონსაც გაამდიდრებდა ეს იყო მე არ ვიცი ესეთი უნიკალური ესეთი ყოვლის მომცველი ადამიანი მართლა ცხოვრებაში მე ხო არ მინახავს ალბათ საუკუნეები ვერ ნახავს კიდე ვერავინ მადლობას გიხდით მამა მოგზაურობისათვის და იგივეს გეტყვით მამა თქვენ იმიტომ რომ თქვენ ხართ მართლა აი თუ ვინმეს რამე აკლია ყველას იმ ტკივილს და იმას უსებს და უნსუბუქებს და მადლობა მამო აი ათასობი ადამიანით რომელიც რეგიონში მოვიდა ხოლმე რაჭაში და იმაში მამაოსთან მატანეს სოფლებიდან გამოაქვთ ხოლმე რაღაცა მამა ალექსანდრეს წავდა სადაც უნდა მოხდე და მადლობა მამო იმ ათასობით ადამიანის სახელით გიხდით მართლა და და აი დიდი მადლობა მამაო თქვენ აი ყოველი წელი რო გემატებათ რატო არის ლამაზი იცით რომ უფრო ლამაზდება თქვენი სული და უფრო მეტად რაღაცა მოწყალე ხდებით სხვა ადამიანის მიმართ და უღრმესი მადლობა მამაო უღრმესი მადლობა დიდი და ბედნიერებას გისურვებთ მართლა ის წმინდანები რო იცით ხოლმე პავლიანე და ის რო ახსენეთ წეგან აი მას ბაძავს ეს უბრალოდ გამახსენდა აი პატრიარქიდან გამომდინარე ხო, გაიხარეთ, მაგრამ მართლა და დიდი მადლობა. ამისაც აი გეტყობათ, ვინ რო ლაპარაკობენ ხოლმე, მოძღვრები, რომელიც წმინდანებსაც წამოწევენ ხოლმე, ძირითადად ვატყობ, რომ მათი ცხოვრება მასზე აისახება და მადლობა დიდი მამო. მადლობა თქვენ ყველას. ბედნიერებას გისურვებთ, მე გახდით გიორგი დარასელია. სხვათა შორის მამაო, მამა კახაბერტ უღუში რო იყო, აი მის სახელზე მის მეუღლემ გამოგიგზავნა, თანაჩვეულებრივი ქალბატონია. აი მკურნალთა პარაკლისი არის გამოუშვეს და რუსთავში რომ მსახურობდა და დიდი ღვაწლი აქვს მამაოსაც და აუცილებლად გადმოგცემთ გადაცემის შემდგომ ხოდლებს დაურიგევ ესე მითხრა და ეს არ გამომრჩება ესეთი პარაკლისი გამოვიდა საოცარი სხვათა შორის ბედნიერებას გისურვებ და ყველაფერს იკეთეს კარგად ზანდებოდეთ დროებით